ქალბატონების წვლილი აფხაზეთის ომში ძალიან დიდია. არ შემიძლია რომ არ გავიხსენო ჩვენი გმირის 22 წლის მანდილოსნის ლელა ჭინჭარაულის გმირობა, რომელმაც სამშობლოს სიყვარულისთვის ყველაფერი გააკეთა. იგი დუშეთის რაიონ სოფელ ლაზვიანში დაიბადა, სწავლობდა ბარისახოს საჯარო სკოლაში. დედამისი ცრემლმორეული იხსენებს, რომ ბალღობაში სწავლას უყვარდა, ხელსაქმისკენაც მიუწევდა გული, ქსოვაც ეხერხებოდა, ქარგვაც, კერვაც. საქონელსაც პატრონობდა, დაღლა არ იცოდა, მოქნილი, დაუზარელი იყო. დუშეთში ჯერ კიდე სწავლობდა, მშობლებს არც კი გააგებინა, რომ დუშეთის სამხედრო ნაწილში მივიდა მეუღლესთან ერთად. მისი უფროსი ბადრი დიდებაშვილი იხსენებს, რომ 1993 წლის გაზაფხულზე ლელა ჭინჭარაული მეუღლესთან ერთად ჩაეწერა დუშეთის სამხედრო რიგებში. იქ ლელა სან ინსტრუქტორად მუშაობდა. 22 წლის გოგო უშიშარი, არანაირი შიში არ გააჩნდა. ჩუმად ჩაეწერა, წავიდა მეუღლესთან ერთად, მეუღლესაც აქეთ ეუბნებოდა, რომ წავიდეთ, როდესაც ჩვენ საქართველოს, ჩვენი სამშობლო, ჩვენი დახმარება ჭირდება, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ. ასე გამოეყო ცოლქმარი ოჯახს და წავიდა აფხაზეთის ომში, სადაც იბრძოდნენ, ჩვენ ვაჟკაცებს ამხნევებდნენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ და უშიშრად იყვნენ. 2 ივლისს მტერმა ვერაგულად ზღვიდან გადმოსხა დესანტი. ოჩამშირეში ტამიშთან მოაქცია ალყაში მათი შტაბი. სწორედ ამ ალყას, ამ ბრძოლას შეეწირა ლელა ჭინჭარაული, რომელიც სიკვდილის ბოლომდე საქართველოზე ფიქრობდა, საქართველოს მშვიდობაზე ფიქრობდა, გამოიპარა ოჯახიდან და ომში წავიდა 22 წლის ქალბატონი ლელა ჭინჭარაული. ეს არის სწორედ გმირობა, მუდამ მოვიგონოთ ჩვენი ლამაზი გმირების, მებრძოლი გმირების სახელები. ქალბატონების როლი მართლა ძალიან დიდია აფხაზეთის ომში. გაუმარჯოს გმირებს, გაუმარჯოს ლელა ჭინჭარაულის უკვდავ სახელს, დიდება უფალს.